კი წვარა ხუდონესის ძველ პროექტს. არა. ეს არის გამორიცხული, რომ დავაკვდეთ სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ ამაზე ჩვენ. ხუდონგესი მოკლედ რო გითხრათ ბორავს ხაიფშის ტერიტორიას, მიწა-წყალს, მოსახლეობას, სასაფლაოებს, ეკლესიას. სვანეთი დაცარიელდება, ამიტომ არ გვიდა ხუდონგესი. რას აგებს ჩაძირული სოფელი და რას იგებს ქართული ოცნება აყრილის სვანეთის ხარჯზე. მე ჩემი შვიდის ხელის შეხების უფლებას არავის არ მივცემ. იმას არ ჩავაყოლები მწყალში და ჩემ თავსაც მოვიკლავ, მაგრამ ვიღაცას მაინც მოვიკლავ. თავის ჯიბების ფულისა ჩვენ უნდა ჩავიძიროთ. სადამსჯელოა ეს. დღეს ფასი არ აქვს ადამიანს. გაუთავებელი მანიპულირება ენერგოდამოუკიდებლობით. დინარე რიცეულას ხეობა მესამე ხესი უნდა ააშენოს ზაზაფაჩულიას კომპანიამ. მეწყერი აქტიურ ფაზაშია, ჩამოდის სველია, მიწა მოწყვეტილია. გავხდეთ მაღალი ძაბვის გადამცემების ტრასა, თუ დავრჩეთ ღვინის უნიკალურ გზად, ვაზისა და ღვინის უძველეს სამშობლოში. ერთი მხრივ სახელმწიფო გეუბნება, რომ ეს არის მიკროზონა, ეს არის დაცული ტერიტორია. მეორე მხრივ გეუბნება, რომ მე ამ დაცულ ტერიტორიაზე უნდა გავაკეთო 20-30-40 ჰესი. ესეთ რეგიონს რო ესეთი საფრთხის ქვეშ დააყენებ, ჩემი აზრით, მინიმუმ არაკეთილი ინდისერი არის და შენ რო ტყიდან უბრალო რაღაც გამხმარი ხის გამოტანის უფლება არ აქვს, ვიღაცა შეუძლია თქვა რამდენიმე ჰექტარი გაჩეხოს და რაღაცა ობიექტი ააშენოს. რატომ კარგავენ ადამიანები ნორმალურად ცხოვრების ელემენტარულ უფლებას, სადაც წიაღისეულს მილიონერები მოიპოვებენ? ექსკავატორებით და ბულდოზერებით და აფეთქებით და აფეთქება როცა ხდება, აქ ხმა ისმის? აბა რა ისმის? ჯიგჯიგობს სახლი. იმ გრანიტის ქვას აფეთქებენ. ჩვენ ვიცით რა სიმძლავრის მოხდები ჩადეს აფეთქების დროს? ხო არ ვიცით. ხმაური არ უნდა იყოს სოფელში. შეიძლება ძალიან დიდი მეწყრული პროცესები გამოიწვიოს. საქართველოს საერთო სიმდიდრე ერთეულების ხელში. ბუნებრივი რესურსების მტაცებლური მოპოვება. მოვასწორებთო და დღემდე მოვუსწორებთ. თქვენს გარშემო ხო ანადგურებს ყველაფერს? განადგურებულზე მეტი არა ვარ შვილო. შაბათს 22 საათზე ვია სივრცეში ფორმულაზე.